გამარჯობათ. მოგესალმები ტელემაყურებელს, მოგესალმებით, კარგ დროს მოხვედით. მოგძანდით ნინო მეუღლე ჩემი, მარიამი, იგივე მარგუშა, ნიკოლოზი, ნიკა, ჩემი უფროსი ბიჭი, ნინოს დედა, ქალბატონი მარინა. ნიკოლოზი თამაშობს რაგბის. დღეს მოგვიწევს მის თამაშზე მისვლა. გასული წლის ქალაქის ჩემპიონები არიან. გასული წლის საფრანგეთის ჩემპიონები ვერა, მაგრამ მეორე ადგილი აიღეს. საკმაოდ კარგად მომზადებული გუნდია. დღეს გვექნება საშუალება მათ თამაშს უყუროთ. ყოველ შემთხვევაში მე მაქვს სურვილი და იმედი მაქვს, რომ მოვახერხებთ მის თამაშზე მისვლას. მე ვსაუზმობ ორჯერ დილით. ერთხელ ბავშვებთან ერთად, მეორედ გასვლის წინ. დღის განმავლობაში ყველაზე რთული მაქვს დილა. ვიდრე სახლიდან გავალ. ნიკუშ! შენი ჰაკარო, დღეს კარგად ითამაშო. ხმა სად გვაქვს? ეს ვისთან იყო ეს თამაში, გახსოვს? ხო, ვიცით. ესეც დილის ჰაკა ნიკუშასთვის, რომ დღეს კარგად ითამაშოს. აი ეს რა გვარია? კარტერი. კარტერი? აი ეს არის ყველაზე კარგად ესაკეთებს. დენიო კარტერი. ამას ეხატრანა. ნიკას და მარის ბიზაშვილები, ქალბატონი მაშო, ანრი, იგივე ბუსა. ერთი და იგივე სკოლაში სწავლობენ, ანრიც რაგბს თამაშობს. დღეს ანრისაც მოუწევს თამაში. ეს არის ნიკუშას ფავორიტი რაგბისტი. თამაშობს კიდე ეს ნიკუშ? კლუბში კიდე, ნაკრებში არა. რატო? ბუსამ ეხლა დაიწყო თამაში, იმედი მაქვს რომ მიაღწევს წარმატებებს ბუსაც, ხო? ნიკა რაგბს თამაშობს, 5 წლის წინ დაიწყო რაგბის თამაში, საკმაოდ პატარა ასაკში დაიწყო თამაში. დასაწყისშივე წარმატებული იყო მისი კარიერა. ორჯერ ქალაქის ჩემპიონი გახდა მისი გუნდი. გასულ წელს საფრანგეთში მიიღეს მონაწილეობა, საკმაოდ დიდი ტურნირი იყო, ევროპის ბევრი ქვეყნიდან იყვნენ წარმომადგენლები და მეორე ადგილი დაიკავეს. პირველ ადგილას საფრანგეთი გავიდა სადაო ფინალში, სადაც დამატებით დროში წააგეს. წლევანდელი სეზონიც კარგად დაიწყო გუნდმა. იმედი მაქვს, რომ წელსაც ქალაქის ჩემპიონები გახდებიან. მარის განსაკუთრებით ბოლო პერიოდში იმდენად შეუყვარდა ისტორია, რომ დავაგვაქვს ხოლმე ხშირად, რომ არ შეიძლება ამდენი ისტორიის მეცადინეობა და უნდა გადაერთოს სხვა საგნებზეც. საქართველოს ისტორიამ გაიტაცა ბოლო პერიოდში. ჩამოგითვლით მოღვაწეობის მიხედვით ყველა მეფის პირადი ცხოვრების მაგალითებიც უამრავი იცის, ისეთი რომელიც მე არ მსმენია და სასწავლობს ნამდვილად არ ვიცი, თავის რისერჩებს აკეთებს ინტერნეტში. ნინო, ჩვენ ბავშვებს რატო აქვთ ამდენი სახელები, იცი, მე ახლა მივხვდი. ნიკა, ნიკოლოზი, მარი, მარგუშა, მარგალიტა, ანრის ბუსა, იმიტომ რომ ბევრი გვინდა რომ ყავდეს ბავშვები და ერთი და იგივეს რამდენიმე სახელს ვარქმევთ. ასე არ გამოდის? ხო? ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი თუ ჩემი შვილი რაგბს ითამაშებდა, რაგბს დღეს დიდ პატივს ვცემ, თუმცა იყო პერიოდი, როცა რაგბს ბევრად მერჩივნა ფეხბურთი. ამიტომ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი თუ ჩემი შვილი რაგბს ითამაშებდა, დიდი სურვილი მქონდა რომ ფეხბურთელი გამოსულიყო. ჯერჯერობით ასე ვართ. რაგბით ვართ იმდენად გატაცებული, რომ სხვა სპორტი არაფერი აღარ გვახსოვს.
ისე ნინოსაც ორი სახელი აქვს, ნინო და ფასო. ეგ როგორ გამოდის? ესეც ორი მინდა? არ გაიგოს. ეხლა გვაქვს ის პერიოდი, როცა სადღაც 1 საათი გვაქვს საშუალება, რომ მარტო დავრჩეთ ნინოსთან. თუმცა რაზეც ხშირად ვერ ვიგდებით ხოლმე ტელევიზორს, იშვიათად უყურებთ, დილით თითქმის არ უყურებთ ტელევიზორს. ეს 1 საათი სურვილი გვაქვს ხოლმე, რომ საღამოს დავამსგავსოთ, თითქოს საღამოა, იმიტომ რომ საღამოს არ გვაქვს ხოლმე საშუალება, რომ ხშირად გავატაროთ დრო ერთად. ნინოს უყვარს ჯაზი, მე მიყვარს როკი. მე მიყვარს ჯაზი ნინოს გამო, მაგრამ ნინოს არ უყვარს როკი ჩემს გამო. ამიტომ ეს 1 საათი აი ჩემ კლასელებს უსმენთ ხოლმე ნინოს, სურვილი აქვს მის კლასელებს მოусმინოთ. ამიტომ გვაქვს ესეთი ნაკრები გაკეთებული ჩვენ არქივში, სადაც რომელმაც შეიძლება ორივე დაგვაკმაყოფილოს დილით. მე დავრჩი 60-იანის ბოლო, სრული 70, 80-იანის დასაწყისში. მე გამოვტოვე 80-იანის ბოლო წლები. 91-ში ისევ წამოვიდა არაჩვეულებრივი ალბომები, საკმაოდ ისეთ საინტერესო ახალი ჯგუფები. 2005-ში დაიწყო რამდენიმე ძალიან კარგმა ჯგუფმა სიეტლში, სხვათა შორის როკის აკვანი ქვია პირობითად სიეტლს და დღეს მდგომარეობით პროგრესი არის. ჩემთვის ყოველთვის დარჩება ახლა ლედ ზეპელინი, როლინგ სტოუნი, ბლეკ საბათი და ჯეტ როტალი ყოველთვის იქნება თავის ადგილას. ჩემს ადრეულ ახალგაზრდობაში უფრო მეტი ჯგუფი იყო, ასე შემიძლია ვთქვა საქართველოში, ვიდრე დღეს. გაცილებით მეტი ნიჭიერი ჯგუფი იყო, ვისაც შეიძლებოდა წარმატება ქონოდა. ბევრმა მათგანმა უმეტესწილად სოციალური მდგომარეობის გამო დაანება თავი და სხვა საქმიანობას მიყო ხელი, რომ თავი შეენახა. ჩვენი დილა ახლა იწყება, ის ბავშვების ნაწილი იყო. ვცდილობ ხოლმე, როცა სახში არის, რომ ამ დროით რაღაცა ისარგებლო მაქსიმალურად, ხო? და მომასმენო შენი ჯაზი. არ მოусმინოთ ჩემ მუსიკას. ტაფამწვარი ნინოს მომზადებული ყველაზე გემრიელი საუზმისთვის, ჩემთვის. აი ჩემი დაქალი, Beth Hart, ჩემს გვერდით ქალაქში ცხოვრობდა, არაჩვეულებრივი ვინმეა, ძალიან ნიჭიერი გოგოა. აი უკვე დროა. მოგვიანებ კიდევაც 8 საათისთვის სამსახურში მივასწროთ. წარმატებები. საღამოს ვეცდები საღამოს მოვიდე 10 საათზე, იცი რომ ისე უნდა. ანუ დღეს გვიან მომიწევს მოსვლა, მაგრამ ვეცდები რომ პერიოდში გინახულო. კარგად. კარგი დილა. იწყება დღე. მე-15 დღე მაისისთვისა. ზუსტად შუა პერიოდი მაისისთვის. მივდივართ სამსახურში. ლევან ჩიკვაიძე დაიბადა 1973 წლის 9 იანვარს. 1989-94 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო გეოლოგიურ ფაკულტეტზე. 1999-2001 წლებში კი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. 2005 წელს გაიარა სპეციალური სწავლება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე თელ-ავივში. 2007 წელს კი ბიზნესის ადმინისტრირება, კონოკო ფილიპსი, ლოს-ანჯელესი. 2002 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატში. 2003 წელს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურისტად. 2004-2005 წლებში კი იყო ქალაქ რუსთავის მერის მოადგილე. 2006-2007 წლებში სამხრეთ საგრაფოების ნავთობ კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობის გენერალური დირექტორი. 2011-2012 წლებში ამერიკის სამოქალაქო თავისუფლების კავშირის წევრი. 2012 წლიდან საზოგადოებრივი მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგის აღმასრულებელი დირექტორია.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. მოვედით, იწყება სამუშაო დღე. დილამშვიდობის ამორჩეველთა ლიგა. გამარჯობათ ბატონო რატი, როგორ განდებით? ეს გახლავთ ჩემი სამუშაო ოთახი. მოახერხე გამოძინება. შეიძლება თქვენთან ბატონი ტატო კარგაძე, ხალბატონი ქეთი ამაშუკელი, ამორჩეველთა ლიგის საქალაქო ქალაქ თბილისის სამსახური. ასეთი პროფესიონალი, ასეთი შრომის მოყვარე ადამიანები იშვიათად შეხვდებათ ცხოვრებაში. არა, ეს არ არის დიპლომატია, ეს სინამდვილეა და რეალობაა. აი ეზო ესეთი არაჩვეულებრივი გვაქვს განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. აი კიდევ ახალგაზრდა ლიგელები, გიორგი კეკელია, ახალგაზრდული ფრთისხემძღვანელი, ხალბატონი ნინო, თვით გრაცია, მოდელიანი რო ცოცხალი ყოფილიყო, ერთ სურათს შექმნიდა. მიუხედავად იმისა, რომ გიახელით ყავას სახლიდან გამოსვლის წინ, მაინც რატომღაც მაქვს ჩვევა, რომ დილითვე სამსახურში მოვიმზადო ფინჯანი ყავა, კიდევ ერთი დამატებით. ეს ის თათბირი გოგა გუნცაძესთან, რომელიც ვახსენეთ. გამარჯობათ. დაბრძანდით. ამორჩეველთა ლიგის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ჯგუფი, როგორც მაქვს ინფორმაცია, საინტერესო პროექტებია მიმზადებული და მინდა მოვისმინოთ ამის შესახებ. დაახლოებით ვიცი, ერთ-ერთი პროექტის მიხედვით კინოჩვენების გამართვის სურვილი აქვთ. ხალხმრავალი ადგილი ეს თქვენმა კინოჩვენება უნდა გამოიწვიოს. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი გინდათ მოაწყოთ და თქვენი კინოჩვენებით რაღაცის თქმას აპირებთ არაორდინალური ფორმით. წარმატებებს გისურვებთ. ჩემგან მაქსიმალური მხარდაჭერა თქვენ და თქვენ პროექტს. რაიონული ორგანიზაციები, ამორჩეველთა ლიგის, რომელიც ეხლა დაკომპლექტ და დასრულების პროცესშია. ეხლა ჩვენ ჩუღურეთის რაიონში ამისთვის მივდივართ, რომ ერთ-ერთი შემომატებული ჯგუფი გვინდა შევხვდეთ და გავესაუბროთ. ხო, აქ მანქანაში უფრო გაცილებით მძიმე გვაქვს მუსიკა ვიდრე სახლში, იმიტომ რომ თავისუფალი ვარ ნინოსგან ატყობთ. ვერე მოგვიწევდა ჯაზის მოსმენა, თუმცა საწინააღმდეგო არაფერი მაქვს ჯაზთან. ოპს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ჩუღურეთის რაიონში ამორჩეველთა ლიგის ჩუღურეთის რაიონულ ორგანიზაციაში. ვფიქრობ, შეხვედრა საინტერესო იქნება.
ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაცია, ქეთი ჭავჭანიძე, ერთ-ერთი ხელმძღვანელი ორგანიზაციის. მოვედით. გამარჯობათ. როგორ ძანდებით? გამარჯობათ. ნიკოლოზ, როგორ გიკითხოთ? მადლობ, კარგად. ხელმძღვანელი ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის ბატონი ნიკოლოზი. მოქალაქეების ამორჩეველთა ახალი ინიციატივა დღეს ეცნობა ორგანიზაციის ხელმძღვანელობაც მათ არაორდინალურ განსხვავებულ შეხედულებებს დღევანდელი რეალობიდან განსხვავებულს მეც მინდა ამის მოსმენა და სიამოვნებით შემოგიერთდით დღეს. შემთხვევაში დემოკრატიის სურნელი დასატკბობა ოკეანის გადაცურვა არ დაგჭირდეს და სხვა ქვეყნებში სიარული არ დაგჭირდეს, აქვე რომ შევძლოთ ამის საშუალება რომ მოგვეცეს, აი ამიტომ ეს არის მიზნები ამორჩეველთა ლიგის. მადლობა თქვენ, ძალიან დიდი მადლობა. არაჩვეულებრივი იყო, არაჩვეულებრივი ახალგაზრდები არიან. კარგად ზანდებოდეთ. ჩვენ ახლა მოვედით ევროკომისიის დელეგაციის შენობასთან, სადაც პოლიტიკური დეპარტამენტთან იქნება შეხვედრა, სამწუხაროდ ეს შეხვედრა დახურულია, ბოდის გიხდით ბატონებო. ტანისამოსის გამოცვლაც სწორედ ამ შეხვედრისთვის დამჭირდა. ალბათ 9:45 წუთი გაგრძელდება მაქსიმუმ და დაგიბრუნდებით.